ამბობენ, რომმა მსოფლიო სამგზის დაიპყრო, ლეგიონებით, სამართლით და რელიგიით. თქვენ უყურებთ იურისპრუდენციას და დღეს ვისაუბრებთ რომის სამართალზე, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. მან გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების განვითარებაზე. მისი ისტორია რამდენიმე ძირითად ეტაპად იყოფა, რომელთაგან თითოეულს თავისი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, ჰყავდა გავლენიანი რეფორმატორები, თავიანთი რეფორმებით. ადრეული რომაული პერიოდი, ასევე ცნობილი როგორც რომის სამეფო, ძველი წელთაღრიცხვით 753-509 წლებს მოიცავს. ამ დროს სამართალი უპირატესად ჩვეულებითი იყო. ის არსებობდა როგორც დაუწერელი წესებისა და ტრადიციების ერთობლიობა, რომელთა განმარტება და გამოყენებაც ქურუმთა იგივე პონტიფიკების ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენდა. ეს ხშირად იწვევდა სამართლის თვითნებურ გამოყენებას. მომდევნო პერიოდში ძირითადი რეფორმა იყო 12 ტაბულის კანონები, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 450 წლით თარიღდება. ეს გახლდათ რომაული სამართლის უძველესი დაწერილი კოდიფიკაცია. კანონები საჯაროდ განთავსდა რომის ფორუმზე, რაც მათ ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდიდა. ამან შეამცირა პონტიფიკების მონოპოლია სამართალზე და ხელი შეუწყო სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების განმტკიცებას პატრიციებსა და პლებეებს შორის. მოგვიანებით რესპუბლიკის ძველი წელთაღრიცხვით 509-27 წლების პერიოდში რომის სამართალმა განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. კანონების შექმნაში მონაწილეობდნენ პრეტორები და იურისტები. იურიდიული აზროვნება უფრო დახვეწილი გახდა, რამაც ხელი შეუწყო სამართლის სისტემატიზაციასა და ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ძირითადი რეფორმებისა და ცვლილებების დროს პრეტორებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამართლის განვითარებაში. ყოველწლიურად პრეტორი გამოსცემდა ედიქტს, რომელშიც განმარტავდა, თუ როგორ მოქმედებდა და ავსებდა არსებულ კანონებს. ამან საშუალება მისცა სამართალს სწრაფად მორგებოდა ცვალებად გარემოს და გამოჩენილი იყო ახალი სახეობის სამართალი. ასევე ამ პერიოდში გამოჩნდნენ პროფესიონალი იურისტები, რომლებიც სამართალს განმარტავდნენ და რჩევებს აძლევდნენ მოსამართლეებსა და მოქალაქეებს. მათი პრაქტიკა რესპონსაბრუდენციუმ იყო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. ძველი რომის გამოჩენილი იურისტებს შორის იყო ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე ციცერონი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი დონის საქმეებითა და რიტორიკული ოსტატობით. ასევე გავლენიანი იურისტები გაიუსი, პაპინიანი, ულპიანი და პაულუსი, რომელთა იურიდიული ნაშრომები ფუნდამენტური იყო და მოგვიანებით იუსტინიანემ მოიხსენია. რომის იმპერიის პერიოდი, ძველი წელთაღრიცხვით 27 და ახალი წელთაღრიცხვით 476 წლებში, რომელიც მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიად გაგრძელდა, რომაული სამართლის აყვავების ხანას წარმოადგენდა. ამ დროს გატარდა მრავალი რეფორმა და ჩამოყალიბდა ახალი კოდიფიკაცია, რაც სამართალს უფრო სისტემატურსა და მოქნილს ხდიდა. გავიხსენოთ ძირითადი რეფორმატორები თავიანთი რეფორმებით. კონსტანტინე პირველი დიდი. მან ხელი შეუწყო სამართლის ქრისტიანულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სამართლებრივ ნორმებზე. თეოდოსიუს მეორე. მისი მმართველობის დროს შეიქმნა თეოდოსიუსის კოდექსი, რომელიც 428 წლით თარიღდება. ეს იყო იმპერიული კანონების კრებული, რომელმაც მნიშვნელოვნად გაადვილა სამართლის გამოყენება და შესწავლა. იუსტინიანე პირველი დიდი. მისი მმართველობა რომაული სამართლის ისტორიის კულმინაციაა. იუსტინიანეს მიზანი იყო რომის მთელი სამართლებრივი მემკვიდრეობის სისტემურ კრებულში გაერთიანება. ამ მიზნით შეიქმნა კორპუს იურის ცივილის, სამოქალაქო სამართლის კრებული, რომლის შედგენაშიც იურისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ტრიბონიანუსი. ეს კრებული შედგებოდა 4 ნაწილისგან. ესენია ინსტიტუციები სახელმძღვანელო სამართლის შესწავლისთვის, დგესტა, ანუ პანდექტები, იურისტების ნაშრომთა ამონარიდების კრებული, კოდექსი, იმპერიული კანონების კრებული და ნოველები, იუსტინიანეს მიერ გამოცემული ახალი კანონები. რომის სამართლის რეფორმებმა და რეფორმატორებმა უზრუნველყვეს მისი განვითარება, ადაპტირება და სიცოცხლის უნარიანობა მრავალი საუკუნის განმავლობაში, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე სამართლებრივ სისტემებზე. ის იმდენად ფუნდამენტურია, რომ ბევრი ცნება და პრინციპი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, სწორედ ძველი რომიდან მოდის. კერძო სამართალი, კონტრაქტების და ვალდებულებების სამართალი. რომის სამართალმა ჩამოაყალიბა ხელშეკრულებების კონტრაქტების ზოგადი პრინციპები და სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, მაგალითად, ნასყიდობის, ქირავნობის და ნათხოვრობის ხელშეკრულებები, რაც საფუძვლად დაედო დღევანდელ სამოქალაქო კოდექსებს. საკუთრების სამართალი. რომის სამართალმა შემოიტანა საკუთრების უფლების განსაზღვრება და მისი დაცვის მექანიზმები. ცნებები, როგორიცაა საკუთრების უფლება და მისი სახეები დღესაც აქტუალურია. საოჯახო სამართალი. რომის სამართალმა დაარეგულირა ქორწინება, განქორწინება, მშობლების უფლებები და მემკვიდრეობა, რაც შემდგომში თანამედროვე საოჯახო სამართლის განვითარების საფუძველი გახდა. საჯარო სამართალი, კანონის უზენაესობა. რომის სამართალში უკვე არსებობდა იდეა, რომ კანონი უნდა იყოს უზენაესი, ყველა მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს მას, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.
ეს პრინციპები დღევანდელი სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. სასამართლო პროცესი. რომის სამართლის პროცესუალურმა ნორმებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა დღევანდელ სასამართლო სისტემებზე, მათ შორის მტკიცებულებების შეგროვებაზე, მოწმეების დაკითხვასა და საქმის განხილვის პროცედურებზე. სამართლებრივი კოდიფიკაცია. რომის სამართალმა დიდი წვლილი შეიტანა სამართლის სისტემატიზაციაში. როგორც ვახსენეთ, ყველაზე ცნობილი მაგალითია იუსტინიანეს კოდექსი, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი გახლდათ იურიდიული აზრისთვის და საფუძველი ჩაუყარა ევროპის კონტინენტური სამართლის სისტემას, განსაკუთრებით ევროპაში და ლათინურ ამერიკაში. დღეს არაერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი ამ კოდექსის პრინციპზეა დაფუძნებული. ის გვასწავლის, რომ სამართალი უნდა იყოს სისტემატური, ლოგიკური და სამართლიანი. გმადლობთ, რომ გვისმენთ. გაგრძელება იქნება.